Გავუშვათ ვიდეო პატარა მონაკვეთი, სადაც როგორ დაიჭირეს დაპატიმრების კადრებს ვნახავთ და გავარჩიოთ, ყველა ვნახავ, პრინციპში და ყველა ამ თემაზე საუბრობდა გუშინ, მაგრამ ჩვენც გადაცემაში ვაჩვენებთ. გადაღება არ შეიძლება ჩამოწერი. ერთი წუთი. გავიგეთ აბა დავმოვუწე. კაი, იმას გამოვიდეთ რა, გავზანით. გადით ეხლა. გადაღება არ შეიძლება რეჟიმი ისე რა ფენომენია, მანამდე ყველაფერს იღებენ, რა გადაღება არ შეიძლება თემა, მაგრამ თვითონ მოდი შევაფასოთ ახლა რა გეგმები აქვთ მხარეებს რა. ნუ ფაქტოლოგიურად ერთ შემილია ის დავუმატო ახლა ადამიანებმა რო ნახეს შეიძლება ვიღაცამ არ იცის რას დააკავეს და დააკავეს იმაზე რომ საგამოძიებო კომისიაზე უნდა გამოცხადებულიყო როგორც მე მახსოვს არ გამოცხადდა შეუფარდეს მერე გირაო მაგაზე გირაო არ გადაიხადა და მაგის საპასუხოდ, ანუ ასე ვთქვათ, სასამართლოს მოთხოვნების ბოიკოტირების საპასუხოდ შეუფარდეს აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა. ისიც უნდა დავამატოთ, რომ მანამდე ოქროაშვილმა გააკეთა იგივე, რაზეც მასაც შეუფარდეს პატიმრობა და ძალიან ნაკლებად მოსალოდნელი იყო, რომ ერთი შემთხვევისთვის პატიმრობით დამთავრებულიყო და სხვა იგივენაირი შემთხვევისთვის პატიმრობა არ შეეფარდათ. ანუ მე იმის თქმა უნდა, პრინციპში გასაგები იყო, რა შედეგი მაგ ნაბიჯებს რომ პატიმრობა მოყვება. ისიც შევაფასოთ, მოდი ეს ვისი სვლა, ანუ ხელისუფლება ამწვავებს დაპატიმრების სახით თუ ის ამწვავებს ციხეში წასვლის პროაქტიურ პოზიციაში ვინ არის და ვინ რეაგირებს ეგ გავარჩიო. მანდ მოდი ასე ვთქვათ. ნაწილმა ამ მედასავლეთი ოპოზიციონერებისა გადაიხადა გირაო და შესაბამისად ისინი არ დაპატიმრებულან, იმიტომ რომ გადაიხადეს და ხელისუფლებამ თვითონ მისცა ეგ საშუალება, რომ თუ არ გინათ აგერ გირაო და არ გაპატიმრებთ. ანუ მე მგონი ჯაფარიძემ ხაზარაძემ მეორე ჯაფარიძემ ხაზარაძემ და მე მგონი ისიც აპირებს ვაშაძე აპირებს თუ გადაიხადა ზუსტად არ ვიცი მაგრამ მაგაზე აქტიურად მიდიოდა ლაპარაკი რომ გაბრაზებულები იყვნენ აი ვაშაძე ზოგია მრჩევლების რომ ვაშაძემ რატო გადაიხადა ანუ ხელისუფლება კომისიაზე არ გამოცხადებისთვის ხელისუფლება წავიდა არ დაპატიმრების გზაზე თვითონვე დათანხმდნენ გირაოების დაწესებაზე და უბრალოდ ვისაც სურვილი ექნებოდა შეეძლო არჩევნებს დაიყო. ანუ ეს რო ჩაჯდა, ეს არის გადაწყვეტილება ოპოზიციის ამ ჯგუფის, ამ თვითონ თავისი ნებით მაგ გამწვავებაზე წავიდა. ეხლა რო ავხსნათ რა მოცანა აქვს და მხარეები რას ცდილობენ. საკითხი დგას შემდეგნაირად. ხელისუფლების ამოცანა ადრეც აგვიხსნია, ხელისუფლების ამოცანა ხედვა არის შემდეგი. აი ამ შიდა დაპირისპირების პროცესში ვითარება მიიყვანოს იმ ნიშნულამდე, ვიზუალური შთაბეჭდილება პოლიტიკური ველზე მიიყვანოს იმ ნიშნულამდე, როცა გარე ეგრეთ წოდებული პარტნიორები ჩათვლიან, რომ აქ პოლიტიკური ბერკეტებით ვერაფერს ვერ შევცვლით, ვერც არეულობის სახით, ვერც მათ შორის რაღაცა არჩევნების სახით მოგების იმედები არ უნდა გქონდეს და ამიტომ ამ რეგიონს მთლიანად ამ რეგიონთან კომუნიკაციის საშუალებას მთლიანად ხო არ დავკარგავთ და დაულაგდეთ იმათ, ვინც აქ არიან. ოპოზიციის, მედასავლეთი ოპოზიციის და ჩავთვალოთ, რომ აი დასავლეთისაც ჩავთვალოთ, რომ აი თქვათ არ არის დასავლეთი ერთსულოვანი ამაში, მაგრამ არის დასავლეთი ნაწილი, რომელიც რაღაც ამ ტაქტიკას მიყვება, დასავლეთის პოლიტიკური ელიტის ნაწილი მაინც, მე მგონია რომ მხოლოდ ნაწილი არ, მაგრამ არ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, მაინც თulis რომ იზოლაციაში მოქცევა უნდა მოხდეს ამ ხელისუფლების იმისთვის რომ ამით შესაძლებელია მათი ნების მოტეხვა და საზოგადოებაში
სერიოზული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური განყოფილების გენერირება, ეს შეიძლება ყისიერად არ მოხდეს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში იზოლაციის შესაძლებელია და ამისთვის საჭიროა აქ რაც შეიძლება მეტი ლეგიტიმაციის მექანიზმების წარმოქმნა, ანუ რაღაცა აი თქვათ მეუბრალოდ გასანქცირებ ან იზოლაციაში გაქცევ, იმიტომ რომ შენ მე რატო არ მემორჩილები, ეგ არის ძალიან არამომგებიანი სვლა. მაგრამ აი შენ უკვე ხელი პოლიტიკოსებს აპატიმრებ, ვიღაცებს რაღაცა აქტივისტებს იჭერ და ასე შემდეგ, ეგ ისეთი სვლაა, რომელსაც რაღაცა გაპრავების საფუძველს უტოვებს დასავლეთ. დიქტატურად რო შეუფუთავენ ეგეთი. დიქტატურად რო შეუფუთავენ. არავინ არ შევა იმის გარჩევაში ახლა ამ გირჩ ჯაფარიძეს იქ გირაოს გადახდა შეეძლო, არ შეეძლო, რა გარემოებები უძღოდა წინ, რას ნიშნავს ეს კომისია, აი მაგალითად ხა ბრიტანული მხრიდან რაღაც განცხადებები რო კეთდება, იქიდან მაგის განხილვა კი არ არის, რომ აი რა მუხლით უნდა ყოფილიყო ჯაფარიძის დაკავება, არის თუ არა ეს მართლა, პირდაპირ ეგრე არის, რომ აი ოცნება გადავიდა პოლიტიკური ოპონენტების დაკავებაზე და სინამდვილეში ექმედება ჯაფარიძემ გააკეთა მაგისთვის. ანუ მისი პროდასავლური ფლანგის ლოგიკის ფარგლებში მაგან რაც გააკეთა, ეგ გასაგებია და რაღაცა კუთხით ეგ ეფექტური სვლა იქნება, იმიტომ რომ ეგრე თავს რო დააჭერინებენ, თუ მარტო არ იქნება ეგ და სხვებიც მიყვებიან, მაგაში არა ვარ დარწმუნებული რამდენი წაილია და გვარამია აპირებს. თაფლსტანზე. ნუ გვარამია სხვათა შორის თქვა რომ მე იქ მისვლას არ ვაპირებ. მელიამაც თქვა, მელიამ საერთოდ არ ვაპირებ მისვლას ეგრევე დამიჭირებ. ხო. ნუ ნახოთ მაგაზე საინტერესო იქნება როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტია რომ თუ ეს ოპოზიციონერები თავს დააჭერინებენ, საქართველოს იქნება ეგეთი სიტუაცია. გარედან ოცნებას უტევენ რომ თქვენ უკვე პრორუსობას კი არ გაბრალებთ მარტო და თქვენ მე მგონი პუტინს დაულაგდით, ეგეთი ტექსტი კი არა გვაქვს. თქვენ აი თქვენთან დიქტატურა უკვე ისეთ ძვინვარებაში გადავიდა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს აპატიმრებთ, ეგ ტექსტი უნდა მოყვეს ამ ყველაფერს. მეორე შიდა ოპოზიციურ კონკურენციაშიც ესენი რასაც აკეთებენ მედასავლეთე ფლანგზე, ეგ არის ეფექტური რატო? მაგის მერე ამათ შეუძლიათ რომ ეგრე მიაწვდნენ დაუშვათ გინდა ნაცებს და გინდა სხვა ლელო იქნება თუ ვიღაც სხვებს, რომ მე ზმავაგერ ივანიშვილის რეჟიმის ციხეში ვზივარ, ნელსონ მანდელა ვარ აქ რაღაცა დასავლეთისთვის ატზვანკა, დაზვანკა, ბალანდა მაქვს ნაჭამი და შენ კიდე უბრალოდ ივანიშვილთან ხარ შეკრული. ანუ ხო ამათ ყველაზე მეტი აიღეს ოპოზიციიდან. ამათ მაიღეს ყველაზე მეტი. კი, ანუ რო შევაჯამოთ ახლა, ნუ აქ ლოგიკა გამოდის შემდეგი რომ პრინციპში ხელისუფლება რაღაც თვალსაზრისით იძულებული იყო რომ ესენი დაეპატიმრებინა, იმიტომ რომ მაშინ თვითონ მოუწევდა უკან დახევა, ანუ ეგრეთ შეითვლებოდა რომ ხელისუფლება სინამდვილეში ეგ სუსტია და კანონით რაც არის მოთხოვნილი მაგას თავად ვერ იცავს, ვერ უზრუნველყოფს. რაც იმაზე მეტყველებს რომ შეიძლება ხელისუფლებას თავადაც არ უხაროდეს ჯაფარიძის ეს ნებაყოფლობითი ციხეში წასვლა. ეს ერთი საკითხი. იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ, ანუ საერთაშორისო მიმართულებიდან გარკვეული ლეგიტიმური არგუმენტები უჩნდებათ იმისთვის, რომ ხელისუფლებაზე უფრო მეტი ზეწოლა მოახდინონ, უფრო მეტი ილაპარაკონ და ნუ სტანდარტული პოლიტიკა აწარმოონ ხოცების წინააღმდეგ. მაგრამ რაც აღნიშნეთ ასევე ჯაფარიძის შემთხვევაში, რაღაცა თვალსაზრისით ჯაფარიძისთვისაც და მელიისთვისაც და კიდევ ვინაპირებს ჩაჯდომას გვარამია, მათთვისაც აი ზოგი ჭირი მარგებელია გამოდის, იმიტომ რომ ეხლა ისინი ძალიან მძიმე დილემის წინაშე იყვნენ აი ამ არჩევნებთან დაკავშირებით. მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, არ მიიღონ, ხო? მათი ფლანგიდან ნაწილი აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. საპროტესტო მუხტი ჩამკვდარია. ხო, საპროტესტო მუხტი ჩამკვდარია. აქ პოლიტიკოსებს აბრალებენ, ანუ მათ აბრალებენ ეს რიგითი პროტესტანტები, რომ თქვენ პოლიტიკოსები არაფერს არ აკეთებთ და რაღაცა გააქტიურდით. გეგმა დაგვიდეთ.
ერთ-ერთი პრეტენზიის ფორმა, ხო? ანუ რეალურად აი ეს ოპოზიციის ეს ნაწილი, გვარამია, ჯაფარიძე, მელია იყო ძალიან უხერხულ არაკომფორტულ მდგომარეობაში. პირველი მათ არჩევნებში იღებდნენ თუ არ იღებდნენ მონაწილეობას, ეს საკითხი ქონდათ საბოლოოდ გადასაწყვეტი და ჯერჯერობით აცხადებდნენ, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას, იმიტომ რომ ეს რაღაც რუსულ საკრებულოებში არ შევლენ და ეს სტანდარტული ლაპარაკი და მეორე პრობლემა იყო ის ლეგიტიმური წნეხი და ლეგიტიმური პრეტენზია აი ამ მუხთან დაკავშირებით, ქუჩის აქციებთან დაკავშირებით, რომელიც ასევე ვერ გაუქაჩეს, ჟარგონი რო ვიხმაროთ. ამიტომ მათ ახლა აქვთ რაღაც თვალსაზრისით კომფორტული მდგომარეობა, ახლა კომფორტული რა ციხეში ჯდომა არ არის, კომფორტული მდგომარეობა, მაგრამ რაღაცა პლუსებიც მოყვება, ხო, ამ საკითხს. ანუ გეგმა რა არის, მაგას ახლა ვეღარ მიაკითხავ. ხო, გეგმა რა არის, არ ვიცით, მაგრამ ივანიშვილზე ხო არ მიეყიდე, ხო არის მთავარი შეტევის ხაზი ყველა ოპოზიციური ძალის მიმართ, ხო და ესენი თქვენ რომ აგერ მე კაცო ციხეში მე აგერ ციხეში ვზივარ და ქვეყნის გამო ასეთ ტანჯვაში ვარ. და მაგათ ხო ჩერგოლეიშვილი მაგიმითი უტევდა მაგალითად სულ რო აი თქვენ ბიზნეს წისკულზე ასხავთ წყალს რაღაცა და მე მგონი გირჩები უტევდა. გირჩების ჩერგოლეიშვილი არ ამგონი. ჩერგოლეიშვილსაც ჰქონდა ეგეთი ის შეხედულებები რა თქვენ რაღაცა ბიზნეს საქმეს აკეთებდა. სულელურობით ხო და უკვე ორივე ფლანგიდან. ტიპი რავი ციხეში ზის რა. ორივე ფლანგიდან წამოსული ეს პრეტენზიები, მათ შორის აი ქუჩის საპროტესტო, ასე ვთქვათ, აი ამ სეგმენტიდან წამოსული პრეტენზიებს ეს ხალხი პარირებას მოახდენს, რომ რა აქციები უნდა ჩავატაროთ და რა უნდა გადავატრიალოთ ქვეყანა, აგერ ციხეში ვზივართ. და არჩევნებთან დაკავშირებითაც ავტომატურად პასუხი გაეცა, ხო, რა არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა, აგერ ციხეში ვზივართ. ამიტომ ცხადია, ახლა ჩვენ აქ ჩვენი ვერსია, ჩემი პირადად ვერსია არის ის, რომ არ ამგონია, რომ ეს ხელისუფლების წინასწარ დაგეგმილი სულა ყოფილიყო, მათ გადაიხდნენ ისინი და გადაიხდნენ და არავინ არ ჩაჯდებოდა, ხო? ანუ მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში არც ერთმა მხარემ უკან არ დაიხია, ანუ უკიდურეს, ასე ვთქვათ, გამწვავებაზე წავიდა. როგორც ეს ლიბერალური ფლანგი, ასევე ხელისუფლება, ანუ ხელისუფლების შემთხვევაში იყო, როგორც აღნიშნე, რომ ეხა კანონით იყო, მაგ უკვე კანონში წერია, რომ ან გირაოს იხდი, ან აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გიწერია და ამ შემთხვევაში ხელისუფლება კანონზე უარს ვერ იტყო და ამ კონკრეტულ შემთხვევაში და მეორე ფლანგმაც ჯაფარიძემ ამ შემთხვევაშიც უკიდურესი ფორმით უპასუხა, გირაო არ გადაიხადა და ამასაც როგორც აღნიშნე ის პლუსები მოყვება, რომ არჩევნებში გასაგებია, რომ ვერ მიიღებენ და გარკვეული არგუმენტი არსებობს, რატომ ვერ მიიღებენ მონაწილეობას და პლუს გარკვეული ასეთ პოლიტიკური კაპიტალი და ბენეფიტები ამ ნაბიჯს მოყვება. ეს ციხეში ჩასმა, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა განიხილებოდეს, როგორც მე ყოველ შემთხვევაში არ მიმაჩნია, რომ ეს ვინმე უნდა განიხილოს ნაცების დამთავრებად, იმიტომ რომ ნაცების დამთავრებად ეს ვერ იქნება განხილული, იმიტომ რომ რა მიზეზითაც ეს აკავეს, აქ არის ხო, ეს არის რამდენიმე თვიანი დაკავება. ერთ წლიან პატიმრობას ითვალისწინებს ეს ეგერთი. მეორე პარტია ნაციონალური მოძრაობის არც ერთი წარმომადგენელი არ დაუკავებიათ ეგ ორი. მესამე ნაცები მართლა უნდა დავასრულოთ ტექსტი, რაც იყო კომისიას უნდა დაესრულებია და გამოვიდნენ და არინერვიულოთ ხალხო, კომისია აგრძელებს მუშაობას, არჩევნებამდე ნაცებს არ დავასრულებთ. კი, ეგ უკვე იტყვა. არინერვიულოთ თქვენ, ნაცები არჩევნებამდე არ დასრულდებიან, ეგეც გარკვეულია, ამიტომ სინამდვილეში საქმე გვაქვს იმასთან, რომ პროდასალური ფლანგი, რომელსაც საპროტესტო მუხტი აღარ აქვს, ჩაუვარდა და დილემა მართლა გიორგის თქმის არ იყოს ედგარო ბიჭო ბოლო არჩევნებზე გადიხარ თუ არა როგორც მინიმუმ აი დღეის მოცემულობით გირჩი ჯაფარიძე მე მოიხსნა რავი აგერ ციხეში ვზივარ რაღაცა რეჟიმს ვებრძვი ბიჭო მდგომარეობაში გადავიდა ტიპი რო ციხეში ზის მაგ დროს რო კიდე შენ აქედან უტევ აი მაგალითად ჩერგოლეიშვილი რა კუთხით უტევდა იცი მაგათ რო
ну, ვიღაცებმა კითხვების დასმა და გვარამიამაც კი დასვა ეკითხა, ეგ ჩვენც გაგვიჩნდა ეგ კითხვები, რომ ბიჭო, ყველას რო ეძახით ეს ქართული ოცნება. ბოკერიას რატო არ კითხავს, ეგ ხო ლოგიკური კითხვა არის. აბსოლუტურად და მე მაგაზე გაფსიხდა ჩერგოლეიშვილი და ეხა ბოლო-ბოლო დაიჭირეთ ეს ჩემი ქმარი, ყელში ამოვიდა ეს შეთქმულების თეორიები, ანუ საკუთარი ქმრის დაჭერა მოითხოვა, რომ კონსპირაციული თეორიებს ნუ მიმრცელებთო და არა მარტო მან კიდე რანაირი პოსტები წერა, იცი? აი რაღაცა კრინჯობაა, ამაზე ისე რომ მოთქვა გიგონება რაღაცა მაგარს აკეთებს, რავი, აი დაიჭირეთ ჩემი ქმარი და ნახეთ როგორ არ ვინერვიო. ანუ ეგ კიდე ერთი ტრაგიკულ მოვლენას ასახავს ამ ბოკერიების ოჯახში, რომ ბიჭო, აი დამიჭირეთ არ მეშინია, უნდა თქვას იმან, ვინც უნდა დაიჭირონ. აი ვინც უნდა დაიჭირონ, იმის ცოლი რო ყვირის, რომ ჩემი ქმარი დაიჭირეთ, მე არ მეშინია, ეგ ცოტა ტრაგიკული მოვლენა არქილათ რო დეკაბრისტი ცოლის პოზიციას არ გამოყარ. ხო აი ციმბირში გავყვები არა დაიჭირეთ ჩემი ქმარი ანუ საღო არ ვინერვიულებ ნახე რა მედგრად ეგ იმის ნუ ორი ვერსია მაგა იმაში რა პროდასალო ფლანგზე ერთი ვერსია რაც ჩერგოლეიშვილის მხრიდან გაჟღერდა რომ რამ ხელა ამბავი ატეხეთ ეხა რაღაც ლუქს იმაში იჯდებით ციხეში, ის ხალხში არ იჯდებით, ცალკე იჯდებით 3-4 თვე და წაიკითხავ წიგს და ეგ ხო დებილი, აი სულ რო ეგრე იყოს, ეგ ხო დებილური პოზიცია. ხო, აი არ ვიცი, რატო უნდა სულ რო ეგრე ფიქრობდე, რატო უნდა გააჟღერო ეგ საჯაროდ, ბოკერია დაღუპა მაქალმა, არ ვიცი, მაქალის ენამ მოკლედ ეს ყველაზე დიდი დარტყმა ბოკერია მე მგონი მაგისგან მიიღო. აი ერთი სფეროა რომელიც აწყებინებს ადამიანს ეგრე ჭიჭყიც. აი პირადად მე მგონი ეს ჩემზე მაგრა გაიქაჩება. აი ეგ ტვინში რო არის რომ ეს ციხეში ჩაჯდა, მე მგონი ამას ხაჩი პროდასავლებს ეს უფრო მოეწონებათ ვიდრე მე, ან ჩემი გიგა და და წავიდა ანუ აი ეგ მოხდა რა. ჩემი გიგა ვერ იქნება ლიბერალური ფლანგის ბელადი. ამიტომ უნდა შეუტიო და სხვათა შორის მეორე მხრიდანაც მაგარი შეტევა იყო. ვარამიაც ხო ცოტა ეს ექსტროგენი ხო ზლავრობს მის ასე ბიოქიმიურ პროცესებში. ისტერიკაზე მიდრეკილი პიროვნება. ისტერიკაზე მიდრეკილი მამაკაცია ხო და მაგის პასუხი რა კონტრდარტყმა რა იყო რომ ისეო ეს ჩვენს ფლანგს რო დაერინენო აი ამ ბოკერიას მით უმეტეს სააკაშვილის დროს მაღალი თანამდებობა ეკავაო ბოკერიათი რატო არ ინტერესდებაო არავინ ესეც რა ის არის ეს რა მაგარი ბალამუტიანო ბალამუტი არა მაგაზე მე ჩერგოლეიშვილმა დაუწერო ეს ბოზია იმიტომ რომ როგორ ანუ სახელი დაარქვა იმიტომ რომ თან ეხა როგორ თემა იცი ხა ქურდულად ახსნა ჩვენ კი ვსვამთ კითხვას რომ ბოკერიას რატო არ იბარებენ იმიტომ რომ ბოკერიას ბავშვი დედა უნდა უტირონ პირველია იმ ნაცების ჩვენი პოზიციიდან ანუ ჩვენი პოზიციიდან ზოგადად ნაცები უნდა გასამართლოს. რა თქმა უნდა და ვითხოვთ, რატო არ იბარებენ და რა იგივე ნაცების შიგნით რო ერთმანეთზე ბაზრობენო, ამას რატო არ იჭერ და იმას რატო არ იჭერო, ეგ ხო, ანუ ეგ როგორი რაღაცა, იცი? აი რაღაც კონსერვატორების სივრცეში, აი რა ვიცი, აი ჩვენს წევრს რო აკავებდნენ და რაღაც სხვა გვერდზე კონსერვატიული პარტიის წევრი რო არ დაიბარეს და ეს რატო არ დაიბარეს? აი მაგალითად ორ რიცხვში მე და იკარო დაგვაკავეს და იქიდან რო წერილები მოგვეწერა რომ ის რატო არ დაიჭირეს ჩვენთან? კი, აი რაღაც ეგეთი.